იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ქონებრივ დეკლარაციას რომ გადახედავთ, ნახავთ, რომ ყველა დეკლარირებული პირი ერთი და იმავე კუთხიდანაა. რაჯველები ვართ ყველა კი. უფრო ზუსტად კი ამბროლაურელები. ასეა დეკლარაციაშიც. არა და მეუღლე ნინო საგანელიძე დავით დარახველიძემ აფხაზეთში გაიცნო, მაგრამ წარმოშობით ისიც ამბროლაურელია. იმ დროსაც, როდესაც შვილები არჩილი და ალექსანდრე შეეძინათ, აფხაზეთში ცხოვრობდნენ, მაგრამ ორივე მაინც ამბროლაურში დაიბადა. მინისტრის დეკლარაციის გაცნობა ჩვენც რაჭიდან, ამბროლაურის რაიონის სოფელ ბოსტანადან, მის შვილთან არჩილთან ერთად დავიწყოთ. ეხლა უნდა ჩამოვიდეთ შემდეგ შაბათ-კვირას და კიდე 2 კვირის მერე შაბათ-კვირას და ეს ძალიან ხშირად დავდივართ. ეს სახლის რემონტი როცა გაკეთდა, მე და ჩემო მეგობრებმა გავაკეთეთ ძირითადად. თუ რამე ხის სამუშაოები იყო, რაღაცებს გვპირდებოდნენ მშობლები, ნაყინებს და ჩემი მეგობრები და მე ჩაქვიჩით და ლუსმებით ვაკეთებდით ბევრ რაღაცებს. 6 ოთახიანი, 2 სართულიანი სახლი არის. მიწის ნაკვეთი 1500 კვადრატი და 2500 კვადრატი არის ვენახები, ესეც ძველი ვენახებია, პაპისეული. აი წინ გზის იქეთ ხარეს არის ერთი და მეორე მაგის მეზობლად. აქ არის საჩიხეს ეძახიან რაჭაში, სადაც ძროხა ყავს ერთი, სახელად კოტა. მეზობელიულის და ჩვენი საკუთარი ყველი გვაქვს. ამ ვენახში ყველა ჯიში არის. ძირითადი არის ალექსანდრე მუჯურეთური, რომელთაც ხვანჭკარას ვამზადებთ. მამა პაპისეულის სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით დარახველიძეებს მეორე, ახლად შეძენილი სახლი აქვთ. მიტოვებულად არის, მაგრამ შემდეგ ალბათ, როდესაც მე და ჩემი ძმა დავოჯახდებით ორივე და შვილები გვეყოლება, გადავწყვეტთ რომელ სახლში ვიცხოვრებთ და სად იქნება ჩვენი, ასე ვთქვათ, სოფლის პატარა თბილი კერა. არჩილს მამამისის მიერ საარჩევნო კამპანიის დროს რაჭველებთან ნათქვამი ფრაზა გავახსენეთ. ჩემ შვილს ქართველი ცოლი უნდა ყავდეს. თუ ეს რაჭველი იქნება, თლათ უკეთესი ჩემთვის. რაჭველი ქალი კარგი იქნება საერთოდ, როცა რაჭა უყვარს და რაჭაში ხშირად ექნება კონტაქტი, მაგრამ თავარი არის, რომ ადამიანი იყოს და უყვარდეს შენი ადგილი, სადაც შენ დაიბადე და გაიზარდე. ეს სახლი ისევ ისეთ მდგომარეობაშია, როგორშიც შევიძინეთ, სამწუხაროდ ჯერ ვერ მოვიცალეთ და ვერ მოვახერხეთ ის, რომ მიგვეხედა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დადგება მალე ის, რომ შევარემონტებთ ცოტას და ზაფხულზე შევძლოთ მეგობრებთან ერთად, ან ოჯახთან ერთად, ნათესავებთან ერთად ერთ რამოდენიმე ღამის გათევას. მინისტრის ოჯახს რაჭაში რამდენიმე ვენახი აქვს. მათ შორის ყველაზე დიდი 22500 კვადრატული მეტრია და სოფლის თავზეა გაშენებული. ატვიმარი იყო და იქ ასასვლელად ნივა დაგჭირდა. თუმცა ბოლომდე ნივითაც ვერ ავედით. სადაც ახლა ჩვენ ავდივართ ვენახში, ეგად მან ახლოს ცხოვრობდა ბაბუაჩემი, მან დაიბადა ბაბუაჩემის მამა და ჩვენი მამა პაპისეული მიწა არის, ესე რომ ვთქვათ. დანარჩენი, რომელიც 3 ჰექტარ ნახევრიდან რჩება, არის ჩვენი პარტნიორის საკუთრება. წელს ტონა ნახევარი ყურძენი მოსავალი იქნება დაახლოებით, რადგან ახალი ვაზი არის, ჯერ ეთყობა კიდეც. ჩავეც. ბოსტანაში არჩილთან ერთად მამამისის ბიცოლას ლამარა დარახველიძეს გავესაუბრეთ. აქ დაიბადა დათო, აქ გაიზარდა, უმაღლესი რომ აქ დაამთავრა საშუალო, უმაღლესი რომ წავიდა თბილისში დაამთავრა უმაღლესი და მოხდა განაწილებით სოხუმში. ახლა მოხდა გლახა ადგილზე. საშეყო ცხვირი, საათ, წვინგო უძლეს დათუნიგა, მაგრამ მასე რომ ქაფამდეს, ზოგი რო ლაპარაკობს და იმას იშვებოდეს, ხო? ჩემი მაზლიშვილი ასე იქნება. 90 სახლი ექნება, ერთ სახლში არ იქნებიან მოხრობილად 4 და 5 კაცი რო არის. რაჭის გზაზე შაურის ტბასთან შევჩერდით. არჩილის თქმით, კომპანიას, რომელშიც ის 10%-იან წილს ფლობს, ამ ტბაზე თევზის მეურნეობის მოსაწყობად 20 წლიანი ლიცენზია აქვს მიღებული. ამ ეტაპზე ეს საქმიანობა არის ძალიან მცირე, წლიური 500 ლარი არის სულ შემოსავალი, ხანდახან ისეთ შემთხვევაში არც ეგ არის ხოლმე, მაგრამ აქვს სამომავლო პერსპექტივა. მინისტრის მეორე, უფროსი შვილი ალექსანდრე სასჯელახსრულების სამინისტროში, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა. ეს არის ჩვენი ბინა, ესე იგი შემოვედით, აქეთ არის ძირითადი მისაღები ოთახი, აბაზანა, მარჯვნივ არის საძინებლები. 5 ვცხოვრობთ და ეხლა 6 ვართ, იმიტომ რომ ჩემი სიდიდრით ცოტა ჯანმრთელობის პროფილაქტიკას გადის და ხან ჩვენთან არის და ხან თავის მეორე შვილთან, ალექსანდრე და მისი მეუღლე რუსუდანი და რუსუდანი არ არის რაჭველი, არის იმერელი.
დარახველიძეებს აფხაზეთში გადაღებული ფოტოებიდან მხოლოდ ნაწილი შემორჩათ. მე ვიცხოვრე იქ 1991-დან ბოლომდე, ანუ 13 წელი და 3 ოთახიანი ბინა იყო. აქედან ჩავდივდით პირდაპირ ესე ზღვაზე. ახლანდელი მინისტრი ადრე კონტროლის პალატაში აუდიტორად მუშაობდა. 2004 წლამდე კი რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებული იყო. პოლიტიკაში დაბრუნებამდე დეკლარაციის მიხედვით ის 4 კერძო კომპანიის ფინანსისტად მუშაობდა. მინისტრის ყოველთვიური შემოსავალი არ დარიცხვით 7000 ლარი, ეს ხელზე ნიშნავს სადღაც 5400 დოლარს. აი ეს არის ახლა ჩვენი სასწავლო ლაბორატორია, სტუდენტები აქ ჩამოყავს. აი ვაჩვენებთ მაგალითად მინერალებს. მინისტრის ოჯახში ანაზღაურებადი სამსახური კიდევ მის მეუღლეს ნინო საგანელიძეს აქვს. ტექნიკურ უნივერსიტეტში სამთო გეოლოგიის ფაკულტეტზე მუშაობს. მისი სამსახურის შენობაში სასწავლო შახტა ლაბორატორიაა. 260 ლარს ვიღებ ხელზე, 350 არის გამოწერით და 260 ლარი. ეს არის მთელი ჩემი ხელფასი 2008 წლიდან. დავით დარახველიძეს დეკლარაციაში კიდევ 2 სატრანსპორტო საშუალება აქვს მითითებული. დანაზოგი 27000 ლარი. მეტი არაფერი აღარ გვაქვს. რაიმე წილები სხვა კომპანიებში რაღაცა ბიზნესები და ასე შემდეგ. სიმდიდრე და რამე სამწუხაროდ არ გაგვაჩნია.